BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. ახლა კი უკვე ვინაცვლებთ ავტოინდუსტრიის სიახლეებისკენ. ბექა ბაციკაძე გვეტყვის მეტს თუ რა მოხდა გასულ კვირას ავტოსამყაროში. ბექა გისმენთ. სოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ დიდი ხნის წინ დაანონსებული IAPI ელექტრომობილების წარმოება შეაჩერა. უბრალოდ გადაიფიქრა. ინფორმაციას Reuters სამი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს. ინვესტორთა პროგნოზი, რომ ხელმისაწვდომ ელექტრომობილებზე Tesla-ს ფართო მოხმარების ავტომწარმოებლად ქცევა შეიძლებოდა, აღარ შესრულდება. წყაროს ინფორმაციით ამის ნაცვლად კომპანია რობოტი ტაქსების დახვეწაზე ჩადებს რესურსს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებლის ილონ მასკის იმ გეგმიდან გადახვევა, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა რამდენიმე წლის წინ გააჟღერა. მას შემდეგ ილონ მასკი მომხმარებელსა და ინვესტორებს არაერთხელ დააკვირდა, რომ ხელმისაწვდომი მოდელების წარმოებას კვლავ აპირებდა. მიმდინარე წლის იანვარში კი წარმოების დაწყების თარიღად 2025 წლის მეორე ნახევარი გამოაცხადა. ამჟამად Tesla-ს ყველაზე დაბალფასიანი მოდელი Model 3-ია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მინიმუმ $99,000-დაა შეფასებული საწყისი ღირებულება. ხელმისაწვდომი ელექტრომობილის ფასები კი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით $25,000-დან უნდა დაწყებულიყო. თავად ილონ მასკი Reuters-ით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. X პლატფორმაზე ბიზნესმენმა ბრიტანულ გამოცემას ტვიტის მიუძღვნა. Reuters იტყუება ისევ. ელექტრომობილების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი ჩინური BYD მიმდინარე წელს კომპანიის ისტორიაში პირველ ელექტროპიკაპს წარადგენს, რითაც ჩინურ კომპანიასა და მის ამერიკულ კონკურენტებს შორის არსებული კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდება. ჩინურ კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროპიკაპი, რომლის შესახებ ამ ეტაპზე დიდად არაფერია ცნობილი, გარდა მისი ზომისა და შეხედულებისა, გლობალური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. კონკრეტულად რა ეღირება ეს ავტომობილი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ფასის მიხედვით დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინური BYD ამერიკულ ბაზარზე შესვლისთვის და მის ასათვისებლად ემზადება. BYD-ის ელექტროპიკაპი მართალია გლობალურ ბაზარზე გაიყიდება, მაგრამ პიკაპების უდიდესი ბაზარი ცხადია ამერიკაა, სადაც ამერიკული გიგანტები Ford და Tesla დომინირებენ. ამერიკა ჩინური კომპანიის მიერ შექმნილი ახალი ავტომობილი ისეთი მოდელების კონკურენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორიცაა Ford Ranger, Ford F150 Lightning, Toyota Hilux და Tesla Cybertruck. ჩინური BYD, როგორც ცნობილი ავტომობილების ავტომწარმოებელი, ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $80 მილიარდ აღემატება. ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ჩინური კომპანია მეხუთე ადგილს იკავებს. BYD სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს აწარმოებს, ხოლო კომპანიის სამოდელო ხაზი $10,000-იანი ჰეჩბეკით BYD Sigulით იწყება და $233,000-იანი სუპერკარით BYD U9 მთავრდება. ჩინური კომპანიის აქციონერებს შორის Warren Buffett-ის საერთაშორისო კონსორციუმს Berkshire Hathaway შეხვდებით. ბოლო წლებში ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ბევრი სიახლე გავრცელდა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ამ ტიპის ავტომობილების წარმოების მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობენ არა ტრადიციული ავტომწარმოებელი ბრენდები, არამედ ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ისტორიულად სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს აწარმოებენ. ამ ტიპის კომპანიებში გამორჩეულია ჩინური Xiaomi, რომელიც ამ დრომდე მცირე და საშუალო ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების წარმოებით იყო დაკავებული. პირველი ელექტრომობილი სპორტული სედანი Speed Ultra 7 ჩინურმა კომპანიამ 2023 წლის ბოლოს წარადგინა და როგორც იმ დროს გახდა ცნობილი, Xiaomi-მა მიზნად დაისახა, რომ მომდევნო დეკადის განმავლობაში ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების წამყვან ხუთეულში შესულიყო. მიაღწევს თუ არა კომპანია ამ მიზანს ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ის რაც ამ დროისთვის ვიცით, ისაა, რომ გამოხმაურება, რომელიც Xiaomi-ის პირველმა ელექტრომობილმა მიიღო, საკმაოდ დადებითია. როგორც საავტომობილო მიმოხილველები წერენ, ჩინური კომპანიის პირველი ავტომობილი საკმაოდ დახვეწილი და გამართულია, მაგრამ მიაღწევს თუ არა ეს პროექტი კომერციულ წარმატებას, დიდწილად Xiaomi-ის მიერ არჩეულ საფასო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ჩინური კომპანიის პირველი სპორტული სედანი ამ ეტაპზე ჩინეთში გაიყიდება, სადაც მისი ფასი $30,000-დან $42,000-მდე შუალედში განისაზღვრა, რაც რამდენიმე $1000-ით უფრო იაფია, ვიდრე Xiaomi-ის ავტომობილის პირდაპირ კონკურენტი Tesla Model 3. Xiaomi-ის მიერ ელექტრომობილების ბაზარზე შესვლას, როგორც ჩანს, დადებით ნაბიჯად აფასებენ ინვესტორები, რადგან ავტომობილის წარდგენის დღეს კომპანიის აქციების ფასმა თითქმის 15%-ით იმატა. მართალია მას შემდეგ მცირე კორექცია დაფიქსირდა, მაგრამ ახლა Xiaomi-ის აქციები მაინც 4%-ით უფრო ძვირად ივაჭრება, ვიდრე ავტომობილის ოფიციალურ წარდგენამდე. საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილის წარდგენის 27 წუთში Xiaomi-მა 50,000 ერთეული ელექტრომობილი გაყიდა.
ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე Volvo X30 2024 წლის ქალაქის პირობებში გადასაადგილებელი საუკეთესო ავტომობილის ტიტული მიანიჭეს. ამავდროულად ყველაზე კომპაქტური SUV 38 ნომინანტიდან მსოფლიოს 3 საუკეთესო ავტომობილს შორის დაასახელეს. Volvo X30 World Car Awards-ის ჯილდოზე პირველად გასულ ზაფხულს წარადგინეს. ავტომობილმა საყოველთაო აღიარება მაშინვე მოიპოვა. X30 უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა წლის საუკეთესო ავტომანქანის წოდება Sun Cars ვერსიით, წლის საუკეთესო კომპაქტური უგზობის ავტომანქანა crossover Sunday Times-ის ვერსიით და წლის საუკეთესო ეკო მეომარი ჟურნალ Top Gear-ის ვერსიით. X30 კარგი შენაძენია Volvo სამოდელო ხაზისთვის, რომელიც სხვადასხვა სეგმენტში რამდენიმე მიმზიდველ plug-in ჰიბრიდულ და ზომიერ ჰიბრიდულ მოდელებს მოიცავს. აღნიშნული ავტომანქანების წარმოება მნიშვნელოვანი ეტაპია Volvo Cars-ის ამბიციური ბიზნესკენ მიმავალ გზაზეც. გაყიდოს მხოლოდ ელექტრომობილები 2030 წლისთვის. აღსანიშნავია, რომ X30 ქართული მომხმარებლებისთვის ზაფხულიდან, კონკრეტულად ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი, როგორც Volvo Cars საქართველოში აცხადებენ, წინასწარი შეკვეთები ელექტრომობილზე უკვე მიღებული აქვთ. ამერიკული Apple, როგორც ცნობილია, მრავალი წლის განმავლობაში თვითმართვადი ელექტრომობილის შექმნას ცდილობდა, რისთვისაც თითქმის 10 წელიწადი და 10 მილიარდი დოლარი დახარჯა. წელს ცნობილი გახდა, რომ კორპორაციამ პროექტი გააუქმა, როგორც Apple-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი Bloomberg-ს მარკ გარმენი წერს. ამ პროექტს შეეწირა არა მხოლოდ დრო და ფული, არამედ ასობით თანამშრომელიც. როგორც კომპანიის მიერ კალიფორნიის დასაქმების განვითარების დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტიდან გახდა ცნობილი, ამ პროექტის გაუქმების შემდეგ კომპანიამ 600-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლების უდიდესი ნაწილი Apple-ის გასაიდუმლოებულ ოფისში მუშაობდა პროექტზე, რომლითაც კორპორაციას ჭკვიანი საათებისთვის ახალი დისპლეის შექმნა სურდა, მაგრამ დანარჩენი თანამშრომლები კომპანიის აკუთრებაში არსებულ იმ ოფისებში მუშაობდნენ, სადაც Apple ავტომობილის პროექტს ამუშავებდა. თავად ავტომობილის პროექტი, როგორც იცით, მაღალი დანახარჯების, ტექნოლოგიური მოუმზადებლობისა და ელექტრომობილების ბაზარზე არსებული პრობლემების გამო გაუქმდა, ხოლო ჭკვიანი დისპლეის პროექტზე Apple-მა უარი გაუმართავი საინჟინრო პროცესების, მიწოდების კუთხით არსებული შეფერხებების და მაღალი დანახარჯების გამოთქვა. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos.